ბავშვობიდან ვიცნობ ერთ წიგნს და ბავშვობიდან როგორც ბევრ თქვენგანს მიყვარს ერთი წიგნი. რომელსაც ყოველთვის შორიდან უყურებდი, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო მასთან სერიოზულად მიახლოება. გულისხმობ ჰომეროსის ილიადას, რომელიც არის ისეთი წიგნი, რომ მუდმივად სადღაც შინგან ცალკე უნდა არსებობდეს და ძალიან ახლოს შინგან არ უნდა მოვიდეს, იმდენად სერიოზულ ვნებებს შეიცავს. მაგრამ დღეს მათ შორის გადაცემა ჰქონდა და ბატონი გიაგოგიელი საუბრობდა ელის, მან თქვა, რომ ბავშვობიდან ეფერებოდა ამ წიგნს და შემდეგ შებედა და გააკეთა და მე აღარ მithქვას, რომ მეც მასეთ დღეში ვარ და ეს ყველაფერი თან არის უკავშირდება, იმიტომ რომ მეც გავბედე და დავიწყე ჰომეროსის ილიადის თარგმნა და ვბეჭდავ არიბში, თან ვბეჭდავ არიბში აი ესეთ რედაქტორამდელ მასალას. ანუ ის კიდე ის არ არის რაც საბოლოო ჯამში, მაგრამ ვეჩქარება რომ იყოს რომ დაიბეჭდოს. ისეთ შთაბეჭდილება თვითონ მოსწლებაზეა. ან მე ვარ მოსწლებაზე, ან არილია მოსწლებაზე, ან ორივე მოსწლებაზე ვარ და მე ვფიქრობ რომ ეს საქმე ჩემი მხრიდან ბოლომდე გადის და არილი რა თქმა უნდა გადარჩება აუცილებლად და რა თქმა უნდა ამასაც დაგეხმარა კიდე ბევრ სხვა რამესაც დაიწყოს. დღეს ძალიან საინტერესო ლექცია გვაქვს. არის კითხველმა იცის რომ ბოლო ნომერში დაიბეჭდა გაგრძელებული ტექსტები ილიადას ახალი თარგმანი, ლევან ბერძენიშვილის მიერ შესრულებული პროზაული თარგმანი, ძალიან საინტერესო თარგმანი. და სწორედ ამასთან დაკავშირებით გადავწყვეტით რომ ლევანისთვის გვეთხოვა წაიგეთა ლექცია ილიადის შესახებ. ასე ქვია ლექციას ილიადა რისხვა და შეერიგება. გარდა ამისა ეს ჩვენი დღევანდელი შეხვედრა თქვა აქციის სახესაც ატარებს, იმიტომ რომ ჩვენ ესენებად რაღაცა გარკვეული პრობლემები გვაქვს ამ უმანის ბეჭდვასთან დაკავშირებით. კათოლიკე კულტურის სამინისტრო ფინანსებს სამომავლო ფონდს, მაგრამ ჩვენი მოსაპოვებელია, ასე ვთქვათ, უმანის ბეჭდვის ხარჯები. შესაბამისად, აი ესე ვთქვათ, შეძლოთ ხოლმე ვცდილობთ გავყიდოთ ეს ნომრები და თელევის შემოსავალი რა თქმა უნდა მის მერე არის ბეჭდვაში. არის ქართული საზოგადოებისთვის საჭირო ნივთიერება, რომლის გარეშე სულიერი ნივთიერება, რომლის გარეშე საზოგადოება გაღარიბდება. ამიტომ ასეთი რამ ბევრი არ არის საზოგადოებას და ამდენი სახლების შენებას, ამდენი კაბების და ჩოხების კერვა ჯობია იაფიანი არიმი შეიტანა სულიერება სახლში. ამიტომ არ იმუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ პრობლემები თავს იყრიან ხოლმე კულტურული მოძიებების და საფრთხეს ქმნიან, მაგრამ არის არაფერი არ დაემუქრება, მოიძებნება საქართველოს ხალხი მას აუცილებლად გადარჩა. ჩემთვის რო გავიგე პირველ რიგში დღევანდელი აქციის შესახებ დიდი სიამოვნებით შემოვერთი ამ აქციას. ჩემთვის უსაყვარლესი ჟურნალია არილი და სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ ასეთი მსგავსი ჟურნალები არ სარგებლობენ დიდი პოპულარობით და დამფუძნებელს უწევთ ასეთ აქციებს მიმართვა. მე ვისურვებდი რომ არის კიდევ უფრო მეტი მკითხველი ყოლოდნენ და შესაბამისად არის მკითხველის გაზრდა ზოგადად მკითხველების გაზრდას ნიშნავს საქართველოში და ეს კიდევ ბევრ სხვა პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება ჩვენ ქვეყანას. უერთდები დიდი სიამოვნებით დღევანდელ აქციას შევიძინეთ არის ნომრები, ახლა ვდებით რომ მოუწევთ ბატონ ლევანის ლექციას და ყველას მოგიწოდებთ იკითხოთ არილი, იკითხოთ წიგნები ზოგადად და მიიღოთ მსგავს აქციაში მონაწილეობა.